ქართული არჩევნების ისტორიის ამსახველი მასალა გამოიფინა ეროვნული არქივის გალერეაში. უძველესი ფოტომასალა და დოკუმენტები 1919 წლის პირველი რესპუბლიკის არჩევნების პროცესს ასახავს და ეხება სხვადასხვა პერიოდის კენჭისყრას და საარჩევნო კამპანიებს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა. საინტერესოა სამი ეპოქის დოკუმენტები, ეს გახლავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არჩევნები, საბჭოთა პერიოდის არჩევნები და უკვე 90-იანი წლების. მათ შორის აღსანიშნავია ის მასალა, რომელიც ასახავს 20-იან წლებს, როდესაც ხმის უფლების ჩამორთმევა ხდებოდა მოქალაქეებისთვის. ესენი იყვნენ ყოფილი მღვდელი, ყოფილი ვაჭარი, ეგრეთ წოდებული კულაკი. მათ შვილებს სკოლაში სიარულიც კი ეკრძალებოდათ. 1919 წლიდან ჩვენ უკვე ვატარებთ ქვეყანაში თავისუფალ არჩევნებს. თქვენ გახსოვთ მაშინ 21 წელს ქალებიც კი იქნენ პარლამენტში არჩეული და სწორედ მაშინ მოგვენიჭა ჩვენ საქართველოს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და შემდეგ მოხდა იგივე ცვლილება სხვა ევროპულ ქვეყნებში და ამხრივ ჩვენ ყოველთვის პროგრესული ერი ვიყავით.